შუმის ტელემაყურებელო. ტრადიციულად ჩვენი შეშლილი სამყარო გულახდილად და გულღიად ხდებათ როგორც თქვენ ასევე ჩვენ სტუმარს, ჩვენ ცნობილ კინემატოგრაფის, კინორეჟისორს, მეცნიერს და გურულოლოგის ახალი პროფესია ეს. ჩვენი ირაკლი მახარაძე, მოგესალმებით, დიდი მადლობა. მადლობა რომ მომეწვიეთ. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის აი ესეთი ძირი და ძირი, თავი და თავი, ეს არის გურული ფირალების, როგორც ამბობდნენ, არ ვიცი, მე ვენდობ მაინც მეცნიერებას, ფირარ. არაბული. არაბული სიტყვა ნიშნავს გაქცეულს, ხო? გაქცეულს. მაგრამ ყაჩაღს არ ნიშნავს. არა, ყაჩაღ, აი, ეხა შენ შეეხე ძალიან ფაქიზად იმ თემას, რისი კითხვას მე მქონდა და ლევან შენდა. კაცო, ამ მასალების მომზადებისას შენთან შეხვედრამდე რაღაცებს რასაც ეცნობი, ყველგან ხვდებით ძალიან დიდ ვნებას და დიდ სისხლისღვრებს. აი ამ ისტორიებში რა, ამოიღო მაუზერი ეს როლა მოკლა. ანუ ეს ის მომენტი, რომ ძალიან დიდი ბოდიში მე ახლა გიჩვენებ სასამართლოში ან კონტროლის პალატაში და ეს დავიწყებული ისტორია. სად იყო სასამართლო? ხო, ამაშია. აი თქვენი აზრით, ბატონო ირაკლი, რა იყო ამ ორი ეტაპის დამახასიათებელი? პირველი ეტაპის ფირალობის და მეორე ეტაპის და საერთოდ რამ წარმოქმნა ესეთი აქტიური, აი ჯიგრული, კაცური წინააღმდეგობა ხელისუფლებისადმი პირველ რიგში და ნუ ცხადია იქ იყო მერე გამოვლენები კერძო პირების. კი ბატონო, სანამ დავიწყებ აი ეს ჩემი ბროშურა ერთხელ გურიაში საჩუქრად თქვენ. ძალიან დიდი ბატონო. ეგნატეობა გადავწყვიტე, ეს არის მხატვრული ნაწარმოები. დიახ. მე დოკუმენტალისტი ვარ. ვიცი. ეს პირველი და უკანასკნელია, იმიტომ ჩემი საქმე არ არის რა. და ამას ყველაფერი ნაღდია, კაფირალებზეც არის ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა რაც შეეხება ფირალებს დავიწყებ იქიდან რომ მამაჩემს უყვარდა ხოლმე ერთი ანეკდოტის მოყოლა. რომ ერთი ფირალი იყო, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ შემოირიგა. ხო და დანიშნეს თანამდებობაზე. და მე ეს რო წავიდა ეს რეპრესიული მანქანა რო ამუშავდა რაღაცა, გადაუწყვეტეს რომ მოხსნან. და ხალხი ამბობდა აი კაძახი, ტყეში რომ იყო, იქიდან ვერ გამოაგდეს და ახლა თბილი კაბინეტი გამოაგდებ. როგორ დამთავრდა არ ვიცი მაგის ამბავი, მაგრამ თავარი ის არის რომ ეს უნდა ვეძიოთ პირველ რიგში უპირველესად გურულის ხასიათში, რომელიც არის ნამეტანი ფეთქებადი. მაგრამ როგორც ამბობენ, ჩვენი ტაროსი ვით არისო, ტაროსი ანუ ამინდი. უცებ გადაივლისო, ღურბელიაო, მერე გამონათათებს მზეო. ხო, თორე ესე რო არ ყოფილიყო ერთი გლეხის ნამბობი წავიკითხე. ერთ კამეთს სულ დავხოცავდითო. ხო და უცებ წყნარდება. ამაში უნდა იყოს და აქედან გამომდინარე უკვე აი დაუმორჩილებლობის ამბავში, როდესაც გურულს ვინმე ყავს უფროსი, ამას ვერ იტანს. ყოველ შემთხვევაში ეხლა არა, ძველ გურულებში ვერ იტანდნენ. იმიტომაც იყო მაგალითად რომ ყველაზე ერთ-ერთი, ვერ ვიტყვი რომ ყველაზე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მძლავრი აჯანყება გურიაში მოხდა 1851 წელს, ჯანყი გურიის ყველაზე და რომელიც იყო სოციალურ ნიადაგზე აღმოცენებული, მაგრამ მე უცებ გადაიზარდა რუსეთის საწინააღმდეგო ბრძოლაში. იქ ვერ შეძლეს შეკავშირება, თანაც ახლა კაჟიანი თოფით შეარაღებული ისინი რეგულარ არმიას რას გაუწევდნენ. დახმარება ასაიდან არ იყო და ამიტომ დამარცხდნენ, მაგრამ შემდეგ მე-19 საუკუნის განმავლობაში რამდენიმე აჯანყება იყო. ისეთი მაგარი არა როგორც 51 წელს აჯანყება, მაგრამ მაინც და ეს დაგვირგვინდა 1905 წელს გურიის რესპუბლიკის გამოცხადებით. იცინიან ხოლმე რა, ეს რა იყო, ამ დროს ეს იყო როგორ თქვა, გენერალური რეპეტიცია 1918-21 წლების ამბები. პირველ რიგში რატო? იმიტომ რომ ის გურულები, ვინც იქ იყვნენ, 900 წლით მერე მოხვდნენ აქეთ გამოვიდნენ და 90% ალბათ თავრობაში სულ გურულები იყვნენ.
რამიშვილები და რამიშვილი ურატაძე, რა ვიცი, სილბისტო ჯიბლაძე, ლასამ გელაძე, რა ვინ რამდენი ჩამოთვალო. ხო და მე კიდე ეს ჩემი დასკვნა ესეთი რომ რატომ იყო ესეთი წნეხი და სასტიკი მოპყრობა გურულებისადმი რუსეთის მხრიდან. იმიტომ რომ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას ესენი უწევდნენ. 1920 წელს აჯანყება რო გამოვიდა, არავის იმდენი წინააღმდეგობა დღეს გულისხმობ არ გაუწევია როგორც გურულებს. და იქ მახსოვს ერთი მაგარი მომენტი. სიმონ გოგიბერიძე იყო ესეთი ძალიან ცნობილი საფრანგეთში გაიხიზდა, მაგრამ ბრუნდებოდა აქ აი ჯაშუშად. დიახ. მაგრამ დაიჭირეს და მე გადაასახლეს და მოსასი ხო არაფერი იყო. არ ვიცი, ვერ გეტყვით. ხო და ის წერს რომ აჯანყების დროს მაგას აქვს აღწერილი ძალიან კარგად ეს გურიაში აჯანყება რა მოხდა. აჯანყების დროს ერთ ყაზახსო ქონდა ერთი რევოლვერიო და ერთი ტყვიაო. და ამით იყო გამოსული არა ამას ხო ჭირდება ის მე უფრო გამბედაობა ჭირდება მაგარი მე როლებს გეტყვით. როდესაც ჩოხატაურში გურულებმა 905 წელს დააყაჩაღეს და მოკლეს რამდენიმე სტრაჟნიკი, მაზრის უფროსი ლაზანენკო 120 პლასტუნთან ერთად, პლასტუნი ეს არის თანამედროვე დესანტნიკი რა დაახლოებით რა. ხო, და პოლიციელებთან ერთად ავიდა ზევით რომ წესრიგი დაემყარებინა, მაგრამ ვერავინ ვერ შეხვდა. შედიან ჩოხატაურში და უცებ გამოენთო ვინც ხა კალანდაძე ცხენზე ამოიღო იარაღი და უყვირიც. კუდა ვიზიოტი საით მეგიხართო. სუდა უცებ ისინი გაშნენ და უკან დაიწყეს უკან და ეს მოტრიალს ცხენი და გავარდა. და ესე მე მივხვდი რომ იდიოტები იყვნენ რომ ერთმა კაცმა შეაშინავდნენ. არა, ნუ აი ეს არის ტიპი ძალიან კრეატიული ხა იარაღი მახსენდა. ნუ გურული ხასიათიც ეგეთია, ბუნებრივია, მაგრამ ბევრ რამეში ამ სისხლის ზღვრიან შეტაკებებში რაღაც ძალიან ბევრი საინტერესო აი მაგალითად მე აი გაოგნებული ვარ როცა პირველად ამოვიცანი ნუ გარდა იმისა რომ ჩვენი მეორე პრეზიდენტის მამის მხრიდან იყო დათიკო შევარდნაძე ისი ნათესავი ბაბუის ბიძაშვილი გენიალური ისტორია 27 სექტემბერს მას თავს დაესხა ეს ბახველი ბასილია დათიკო შევარდნაძეს შევარდნაძემ დაასრულა სროლა და მძიმედ დაჭრა თუმცა შემდეგ თავად გადაარჩინა ის დაპატიმრებისგან უკვე აი კაცური ხო ეს საინტერესო ამბავია ბასილიას ამბავი რომ ამას წინ უძღვის ის რომ დააბრალეს მახარაძის მკვლელობა დათიკო შევარდნაძეს არა ეს ამბავი რომ მოგვიყვეთ ხო ეს კი იყო ესეთი ტერორისტი მახარაძე შემოგვარე ხო და დათიკო და მაგისი ძმაკაცი მოდიოდნენ კეიფიდან და თრალები იყვნენ ეხლა სიმღერის ამბავში ხო და მე წაკითხული მაქვს რომ მithom დათიკო ძალიან კარგად უკრავდაო ეს უკვე ისეთი შელამაზებული ისტორია სიამდვილეში ხმა ის არ ქონდა სმენა ხო სმენაზე გამახსენდა ჩემი მეგობარი მე გავაგზავნე ჩემი მეგობარი გურული ჩემი უფროსი მეგობარია შეიძლება იცოდე დათო კევლიშვილი ხო და გურიაში კომუნისტების დროს ასწავლიდა მუსიკას ხო და მოვიდა ერთი ღიპიანი გურული და ეუბნება ასწავლებ აღანას დაკვრა მე შევეკითხეო რა სვენა თუ აქვს და გაჩუმდაო რა ვიცი რომ ბუძახი ქეიხედავო მაგდენზე აქვს ხო და ამაზე ხა ამ მახარაძემ დასცინა რა კაი ხმა ამოგდისო და ამაზე წაიჭხურდნენ და გვერდზე ყავდა მე მგონი გოგიტიძე გო რა თუ არ ვწდები და როგორც ამანი გოგიტიძე მოკო მაგრამ მე ციხეშისო ჩასვეს შევარდნაძე შემკვლელო ხო ესაო და ამან უთხრეს დაუძახა შენ პროვოკაციებს მოავწევებო ხო მაგრამ მანამდე ვერ დავამთავრე ის მომენტი იმავე წელს ოქტომბერში ჩახატაურის სხვადასხვა ზოგი გურული ჩემი მეგობრებია ჩახატაურს ეძახი კი ეგრე ეს რუსების ჩახატაური ხო და ბაზარში დაესხნენ თავსო და ხელსა და კლავში დაჭრეს დათიკო და მესამე თავდასხმისას მან თავი ნაბდით გადაერჩინა ნაბადი დადგა თავად კი გაიქცა ხო და ნაბადი ეგორო ცოცხალი ადამიანი ისე იდგა რა და ეს აი ჩვენ წინა გადაცემაში რომელიც ჰქონდა ამის წინა სერიაში ასე ვთქვათ ამ გადაცემის ვისაუბრეთ
ლაკი ლუჩიანოზე, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარა რა და მეორე მსოფლიო ომის დროს. ხო, ნუ გადაწყეს სიცილიაზე დესანტი. სიცილიაზე რომ გადაწყეს დესანტი. დათიკო შევარდნაძეზე შეიძლება ამის თქმა, რომ ის იყო 100 მეთაური ამ გურიის რესპუბლიკის, არა, სერიოზული კაცი იყო. ძალიან მაგარი კაცი იყო, ძალიან მაგარი კაცი იყო და თან ერთი მომენტია ძალიან როგორ ვთქვა, საკაიფო. გაგზავნეს ჯგუფი სტრაჟნიკებისა ბახმაროში დათიკოს დასაჭერად. და ეს გამოეთო და ყველას დედას გიტირებთო და გაისროლა. ესენი კუდამუძუებელი გაიქცნენ და ის უბრალოდ ამდენი ხართო და რამ შეგაშინადო. კაცო, თავს ხარ მოაკლიებდით მან გადარეულსო, პირში ზარბაზანი ედვაო. ხო და წელი იცინოდნენ მაგაზე, რომ პირში ზარბაზანი რო ქონდა, ეს არ მითხარიო. ხო, დაწინებულისაც კი ეშინოდათო, ერთხელ შეხვდენო და ეძინაო სადაც უკანდანო და 15 კაცი ყოფილა და არ მიეკარა. ხო, რომ უთხრესო, სტრაჟიკები არიან, ერთი მაგათ დედაცო და გადაფრიალდა დაიძინა. და ხელუყომას როლის ოსტატი ყოფილა კიდე, სასწაულთუმი, როცა გარბოდა, გახედავდა ერთს და მერე ესე ისროდა პრინციპი. დათიკო იყო გამორჩეული მათ შორის მეორე ტალღისფირალებს. აი ხა გეტყვით, პირველი ტალღისფირალებს იმიტომ ეძახიან, რომ ესენი მაინც იყვნენ სოციალურ-ეკონომიური და სიდუხჭირის გამო იყვნენ გავარდნილები ტყეში. ეხლა მე ხუმრობ ეხლა მე რომ ეხლა დღევანდელი გურულები იყვნენ ესე დღეში ნახევარი გურია ფირალები იქნებოდა გაქცეული. ხო და მეორე ტალღისფირალები კიდე მაინც ამ მარქსისტულმა იდეებმა ძალიან შეაღწია. პოლიტიკური დავარქვათ. და უფრო იდეური ფირალები იყვნენ. აი მაშია განსხვავება. იმიტომ რომ შეიძლება საჭმელი არ ეჭამა, მაგრამ ეგრეთ წოდებულ ლისტოვკებს, პროკლამაციებს გაავრცელებდა, პასპორტებს აკეთებდა, მაგრამ დათიკო შევარდნაძე. განათლებული კაცი ყოფილა სხვებისგან. მე მაქვს მაგისი ხელწერილი, რაღაც თამასუკი, რომელიც სხვის მაგივრად დაწერა. ძალიან ლამაზი ხელი ჰქონდა. მაგრამ ამან არ შეუშალა, რომ ყოფილიყო ტერორისტი და უამრავი ხალხი ყავს საიქიოს გასტუმრებული და აი სროლაზე რაც შეეხება, მისი ცოლი იყო გულიჩკა. ესე გურულებს მაგარი სახელები აქვთ რა, გულიჩკა, სუდორინა, ხო იცი რა სუდორინა. სუდარინა. ხო, სუდორინა. გულიჩკა იხსენებდა რომ ერთმა თრალი მოვიდაო და დამაჯინდაო, რომ თავზე კვერცხით დაიდე უნდა გესროლო. რა მეკნაო, ნამდვილად თრალი იყო და დაზომა 30-დან ბიჭი და მოტრიალდა და ეგრევე მესროლაო. ხო და საწყალი ცოლი გულიჩკა. ხო, კიდე იმას აკეთებდა. ერთხელ ნასვანი მოდიოდა, სმა უყვარდა როგორც და ვის არ უყვარს სმა, ეხლა თან 30 წლის კაცი რომ არის. თან კაი არა, თან გავიწყდებაში რომ კაი ადესა. კაი ქვევში დაყენებული, ჭურში ჭურში დაყენებული. ვერე? ხო და მოდიოდა და ბავშვები ტელეგრაფის მავთულს ესოდნენ ქვევს. ხო. ამან შეხედა და უთხრა რომ რა არის ესა, მიზაში რომ მოგირთხათ, დააძრო ისა მაუზერი ესოლა და ერთი გასული გაწყვიტა. რას ერჩია ტელეგრაფს? ახირებული კაცი იყო როგორც. ხო, მაგარი ახირებული კაცი იყო. და მე პრინციპში მას უღალა და მისივე ნათლი მამამ, ხო? კი, და სხვა შორის გულიჩკა იხსენებს, რომ ერთხელაც იყო მაგაზე თავდასხმა, ასე ვთქვათ, ოჯახში იყო და მოწამლეს და მე რომ მოვიდაო, როგორც ლეღვი იფრთხნებაო, აი ესე ძრებოდა კანიო. და არ მოელოდა რომ მას უღალატებდნენ და იარაღი როა იყო, მასრები იყო გაჭედილიო. ხო, რომ ვერ გაესროლა. ხო, და რატო გააკეთა ეს ვიხუმრეო, მან უთხრა. ხო და ამოაზრო და მოწამლეს არ ყითო ესე ვიცი. ხო, ჩაუყარეს რაღაცა და რომ მიდიოდა უკვე სოფელში რომ შევიდა, დაინახა სტრაჟიკები მოდიოდნენ და ერთმა თქვა ეს დათიკო არისო და ამან უთხრა რომ გავანებეთ თავიო. თავი არ მომაკლიებინდეთ, მაგრამ ძალიან სუსტად იყო. ცხენებზე ისხნენ ესენი. რომ აუტეხეს სროლა, ამან ეს მოტრიალდა ესოლა ერთი ცხენი მოკლა, ერთი სტრაჟიკი დაჭრა, მაგრამ ბოლო მოკლეს. არაძლებდნენ საშუალებას რომ დაემარხათ. ხო და ბოლოს როგორც იქნა ნაცსევმა წაიყვანეს, დაასვენეს, დაასაფლავეს და იმ საღამოს კიკი ამამულაიშვილი, ისაკი თოიძე სხვა შორის იყო ერქომაიშვილის ნაცსავი რომ იყო, ცნობილი მომღერალი თოიძე. აი მისი დიდი ბაბუა. ხო. ისაკი თოიძე და კიკი ამამულაიშვილი. და სხვები
დაესხნენ სტრაჟნიკებს კანცელარიას, რამდენიმე კაცი მოკლეს, მე გადაუხადეს სამაგიერო. ავიდნენ ზევით, იმღერეს მარსელიოზა. არა, საფლავზე უმღერეს მარსელიოზა. წარმოიდგინე, გურულები ხო ფანტასტიკურად ღერიან და უცებ რო წარმოიდგინე, ალეოზან ფანლელამ. დავარია. გურული იმითი რაღაცა. სხვათა შორის ერთი რაღაც უნდა გითხრათ. აღარ მახსოვს ვინ იყო, მეგონი აკაკი ჩხენკელი იყო. ის წერს თავის მოგონებებში რომ საფრანგეთში რო ვიყავიო, სოფლებში დავდიოდი, ძალიან მაინტერესებდა მაგეთ ფოლკლორიო და იქ სხვა სიმღერებს მღეროდნენ რაღაცა და ძალიან ნასიამონები დავრჩიო. გურიაში ჩამოვიდიო, დავიარე სოფლებიო და იქ ფოლკლორს მღეროდნენო, ისეთი, ასეთი შუთხმიანი რამე, მაგრამ შანსი არ იყო რომ სიმღერას დაამთავრე მარსელიოზა არ მღეროდა. მაინც მარსელიოზა მღეროდა მე. არა, ეგ არის. Son feu de la patrie, un jour de gloire est arrivé. Abadillahi, ჩემი ის არის ჯილა რა, კიკია მამულაიშვილი იყო ასეთი ამათი სამეგობრო. კი ბატონო. ისა და ძალიან საინტერესო ქართველი პირალი, სხვაშორის ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ესე 33 წლის იყო ეს გარდაიცვალა. ძალიან ახალგაზრდები ხა ძალადობით ბავშვები ხო, ზუსტად. და ქართველი პირალი, ტერორისტი, რევოლუციონერი იყო კარგი მსროლელი, ჩუბინი, ანუ დევანდელი გაგები, სნაიპერი. სნაიპერი იყენებდა ფანტასტიკურადო მაუზერს. აი იცოდა რა, მაუზერის ვისაც დაგიჭერიეთ, ხელში ეგრე არ არის რომ აი ავიღე და ვისროლე. ძიმო, მაგითო გეუბნები, ხო და თან იმითი დამიზნებით, ცოდნა და უნარი. ესე იგი, ჩემი ნაცავი იყო თან ეგა. დედა ჩემის დიდ ბაბუად ეკუთვნოდა. მაუზერი დავტოვე. ლალიონის ნათესავი. სასწაული ამბავი, თან ამბობენ რომ ესე იგი კარგად ისროდაოდა, თანო როგორც გერონტი კიკოძე წერს, ცოცხალი ხელი ქონია, ესე იგი ის კი არა რომ აცილებდა. ვერ კლავდა მისი ტყვიაო კაცო და ერთხელ თურმე გელაძესთვის დაუხლია 5 თუ 7 ტყვია. ეს იმაში ოზურგეთის ბაზარში. გელაძე იყო მტერი. ხო. ესე დიმიტრი გელაძე. და ესე იგი ეს რო ვერ მოკლავდა. მე დათიკომ დაამატა ერთი და დაამთავრა მის ორმა აწამონაცია. ვერ მოკლეს, ხო? იმდენი იქნა, რომ დაჭრილი გამოიკიდა თავდასხმელებს და ესროდა და მე გელაძე? კი, ძალიან მაგარი კაცი იყო ეს. ისი ზოა. კი. კიკია ლექსია დაწერილი დათიკო შევარდნაძეს მიუძღოდა რა. შვიდობით ჩვენო დათიკო, ჩვენ არ უზამ ჩემკვლელს კარგსო. ახლა წავალთ ვანუგეში ჩვენ მეუღრა გულიჩკას. გულიჩკას, მაიგარი. კიკია მამულაში უზოვნო თქო რომ. თხილი კაცი არ იყო. ამას წერს ვალოდია გოგუაძე, ჯავშან მატარებლის უფროსი. რომ ერთხელ სტაჟნიკები იყვნენ, სხვა შორის სტაჟნიკები იყვნენ არ გეცხენებათ ახლა, მაგრამ უმეტესად მეგრელები და ინგუშები. ხო, აბა. ხო, და ერთხელ იცით რა გაკეთდა? გულის რესპუბლიკის ზეობის დროს გაუგზავნეს თუ მერე, აღარ მახსოვს, 9-6 წელია მე მგონი. გაუგზავნეს ინგუშებს წერილი გურულებმა, რომ გაიწვიეთო თქვენი ბიჭებიო, იმიტომ რომ აქ სტრაჟნიკებია და რუსების საქმეს აკეთებენო. ჩამოვიდნენ ოხუცესები, ეს ნაღდი ამბავია. და შეყარეს ყველანი ესენი, ელაპარაკნენ. რამდენიმე კაცი გადმოიბირეს, უმეტესობა, მაგრამ ათი დარჩა და მოუთხა ძაღლებივით მოკლავენ თქვენო და მართლა ასულდა დახოცეს, ხო, ისინი. ხო, ისინი გუშები დახოცეს, ხო. კიკიაზე კიდე ერთი ამბავი არის, ერთი ნაკლი ისე რომ ცოცხალი ხემრე ვერ ხოცავდა და მეორე ნაკლი ქონია ესეთი რომ თუნდაც შუა ბრძოლაში უცებ გაირინდებოდა და ერთ წერტილს დაირჩეოდაო და იმას მიშტერებოდაო და მე მოკლედ ამათი გამოსათრები ხდებოდა და მიუხედავად ამისა, ნუ ვერაფრით ვერ იჭერდა და დისციპლინის შემდეგ დაემართა ეს. ხო, რაღაცა ესეთი მოსწია, ხო, ეს ამბავი. არ იყო თხილი კაციო, რომ ამბობენ ეგ არის რა. თხილი კაცი გოგუაძე წერს რომ უთხარიო რომ არ გახვიდეო, იმიტომ რომ სტრაჟიკებით არის სავსე სოფელიო. ეს მაინც გავიდა. ხო, და იცნეს და სრულ აუტეხეს და მაუზერში ტყვია გაეჭედა. ხო, დაახსდა თავს და გაბრდეს კიდევაც. ეხლა სხვათა შორის ბოდიში გაზოგნები, ეხლა ჩვენ სოციალურ-ეკონომიურ ამბავზე რო ვღებოდით. აი მაგალითად ძალიან კარგად არის აღწერილი სიკო მეხუზლა წერს თავისი ძმის ნიკოლოზა მეხუზლას გაფირალების ამბავს. რომ ნადური იცოდნენ ჩვენშიო, ეს ყველა მიცის გურულები სიმღერად მუშაობდნენ. ნადური. ჩვენ შემოგვიერთდა ნიკოლოზაცო. აიღო თოხიო და ბარავდაო, მაგრამ შუადღე რომ მოატანაო, თქვა რომ ამის ნამუშიერი ერთ საფოსაც არ
მიყიდესო, გადააგდო თოხიო, აიღო თოფი და ტყეში გავარდა. იქვე მოკლეს კიდევაც და ყველაზე საინტერესო რა არის, ძმა ამბობს, რომ თოხი არ გადაუგდიაო, დადო. ხო, დიდი განსხვავება. დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, აბა რა. ეს იარაღია შრომის. ხო, კაი ამბავია კიდე კიკიაზე, კიკიას თემებს ყვები, იმიტომ რომ მაინც ის არის, რა ქვია, წინაპარი რო არის და მოკლედ მისულა ხელისათხოვნელად მღვდელთან. ხო, ეს დაბზუში და ქალიშვილის კაკიპლო ერქვა იმ გოგონას და მისულა თურმე და ხელით ხოვა მღვდელს და სიგარეტს აფუტებდა. თუ შიგნით იმაში ეკლესიაში გლონდი იყო, ხო, იონა გლონდი და შენიშნა მიუწია მღვდელს და ამას ამგვარად უსროლია თუ და თავი გაუტეხა. თუ თავი გაუტეხა. ეს მე ამას გაუტეხეს თავი. ამას მე თავი გაუტეხეს და მე სხვა კაი ლექსი მიუწვდა ამ თავის ცოლს რა. ეთქობა რაღაცა პრობლემები რო ქონდათ, ისიც ნუ შეგაშინებს დღეს რომ მტრები მდევნიან. მოვა დრო და ისინი სოროში ჩაძვრებიან. ასე, ჩემო, კაკიგო, გული ნუ გაგიტყდება. ოღონდ გული გულობდეს ყველაფერი იქნება. ხადაური ხელი იჭმევა. აბა, გაქცევის და თავის დაღწევის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ამბავი ქონდა სისონა დარჩიას. ეს ძალიან მაგარი კაცი. ხო, გახსოვთ ეს სიმღერა ცნობილი. ცნობილი სისონაი დარჩია. ხო, განთქმულია ბიჭობაში. აშეში და ინდოჯარშიო და ძმა დაიტირაო. ხო და ერთხელ სახლში იყო ვიღაცასთან და გასცეს რომ სისონა იმყოფებოდა. ეს პირველი ტალღის სპირალი იყო. ხო და გამოვიდა ჩუმად და იქიდე ესვრიან სახლს რამე და შევიდა ბოსელში, გამოიყვანა პატარა ისა ხბო, გადაასვა თავის ნაბადი და გამოუსვა ხანჯალი. ეს გაგიჟებული ხო გაერთ გამოვარდა. ამათ ეგონათ რომ ესეა მივისო სიგნალებში და აუტეხეს სროლა. ხო და ესე წერენ რომ იმან გააღწია სამშვიდობოსო და კტარი სისონას მაგივრად კტარი ხფოი შეშად ხელში. კტარი ხო. ხო, არა, სისონა დარჩია მაგარი, მაგაზეს მოუყვე ჩვენ მაყურებელს. ჩემი მეგობარია მამუკა ხანთაძე და იმის ბაბუამისის დიდი ბაბუის მოგონებებია. რომ ერჩოდნენ ძალიან ყაჩაღები. ხო, ამოვიდით აი ფირალი რობინ ჰუდივით იყო, არსენასავით. და იყვნენ ყაჩაღებიც იყვნენ, რა თქმა უნდა, რას გამოლებდა ხალხს. ხო და ეს თურქეთში გადადიოდა თურმე რომ სავაჭროდ. და სხოვა იქებ დამეხმარება, იმიტომ რომ ყოველ ნაბიჯზე ხვდებიანო ყაჩაღებიო. ეს მე შენ წადიო და მე გამოყვებიო და მართლა დახვდნენ რამდენიმე ყაჩაღი დახვდა ამ კაცს. გაძარცვა მოუნდომეს და ზურგიდან დაადგა სისონა. ყველაფერი იარაღი, ყველაფერი ტანსაცმელი აყარა და გაყარა, არ მოკლა მომც. ხო, არ და აი ტიპები იყო რა. ხო, ნუ რაღაცა აი რო იყვნენ კიდე რაღაცა ტიპის მოდი ესე ვთქვა, სინდის ნამუსის ინსტიტუტი იყო შემონახული, რომელშიც ესეთი რაღაცაც იყო. თუმცა კიდე ერთხელ ვამბობ, იმასაც ყველაფერს აქვს თავის ზღვარი, როცა ხა ოჯახს ამოგიჟლიტავს ვიღაცა ან რაღაცა. ხო, რა თქმა უნდა. ეს აღარ მუშაობს. სხვა შორის ბევრი ყაჩაღობდა სისონას სახელითო, სხვებითო რა და ხურებს აჭერდა ამის გამო. ხო, ეს მიდიოდა მე ჯიდაო იმათო, რომ მეკოთნე დაუყაჩაღებია თუ რაღაცა, ხო? სხვა შორის იყო კიდე ეგეთი ამბავია, რომ ხო თქვენს რომ სისონა მოკლესო, მაგას ჰქონდა როგორც ჩანს სიფილისი. აი კაპონასავით ხო და ერთხელ დაჭრილი სამეგრელოდან იქ რაღაცას ჩალიჩობდა როგორც ჩანს და დაჭრილმა 2 თუ 3 დღე ცხენით იჯირითა მოკლედ მოვიდა და სახლში მოკტაო თავისითო და იქ ნახეს ეს წამლები და რაღაცეები და მამასახლისა რომ ნახა ეს გაუჭრა თუ უკვე ნაწილობებში ჩაასხა მამლის სისხლი და თქვა რომ ეს ჩემი მოკლულიაო, რისთვისაც სისონას იარაღი მიიღო ერთმა და მამასახლის მოადგილემ თუ რაღაც და ამან კიდე მედალი. ესე იყო ზუსტად აი ეგეთივე ამბავი მოხდა რამდენიმე წელს ადრე ერთ-ერთი პირველი იყო გოგი ალომჯარია. ხო? რომელიც ნაკაშიძემ დააპატიმრებინა და ნაკაშიძე მე შეაგულიანეს ეს კაცი და ამან აიღო და ნაკაშიძე გააგორა ბატონი. დაიჭირეს მოკლედ მთელი ამბავი იყო ხო და მე გადავიდა აჭარაში გურული ფირალები, როდესაც აღარ ედგომებოდათ. გურიაში გადადიოდნენ და იქ ჩოლოქი იყო, ქობულეთში გადახვიდოდი და აჭარაში იყავი, თუმცა ახლა ქობულეთელები დღემდე აჭარელებს თავს არ უწოდებენ, როგორც ვიცი. ქობულეთლები არიან. და გადადიოდა და იქ სტრაჟიკება დაიჭირეს, ოღონდ თათარმა სტრაჟიკება. როგორც ქვია რა.
იმიტომ რომ მოყავდათ ამან ამოაცალა ერთ ხანჯარი, მოკვეთა კლავი და ამათ თქვეს, აგი ყაზახი ყველას დახოცავს გზაშიო და იქვე დახვრიტეს მოკლეს. ეს გაიგო ივანე დუმბაძემ. ივანე დუმბაძე იყო ცნობილი ლოდბარის შვილი. 4 ძმა იყო და 4-ვე გენერალ ლეიტენანტი გამოვიდა. ეს რა უნიკალური შემთხვევა იყო. მაგრები იყვნენ და ივანე დუმბაძემ აიღო, მიაყუდა მიცვალებული ხეზე, ესროლა ტყვია და განაცხადა, რომ ჩემი მოკლულიაო, მაგრამ აღმოჩნდნენ მოწმეები, რომელსაც უჩივლეს გუბერნატორს. გაჩაღდა საქმე, გამოძიება დაიწყეს. და აღმოჩნდა, რომ 2 დღის მკვდარი ყოფილა. ეს ხო და პასუხისგებაში მისცეს ივანე დუმბაძე. ივანე დუმბაძე რაღაცნაირად, არ ვიცი რანაირად, ალბათ ქრთამი, ხო იცი ქრთამი ჯოჯოხესაც ანათებსო, დაიზვირინა თავი და გადავიდა კიევში. მერე მოხდა იალტაში, რომლის გუბერნატორი გახდა და აი ცნობილი დუმბაძიას ეძახდნენ. იმიტომ რომ იყო შეურიგებელი მტერი ტერორისტებისა. ერთხელ ერთი სახლიდან იალტაში ისროლეს ბომბი. ამან კი არ გაგზავნა ხალხი, მიაყენა ქვემეხები და მიწასთან გაასწორა. და ძალიან ნიკოლოზის ამბობდა, ნეტავი ეგეთი რამდენიმე კაცი მყავდესო. იყო ულმობელი და მაგრამ იყო სუფთა რუსი ჩინოვნიკი. და აი საიდან გაგდებული გურიიდან მოხდა იალტაში და გახდა გუბერნატორი. სისონას ბიოგრაფიაში ესეთი რაღაც წერია, რომ მასო გურიელი იფარებდა ერთ პერიოდში, რომ მალავდაო თითქოს ესე გურიელი. სისონა დაჭიაზე, ხო? ანუ ბატონებიც ანუ ფარველობდნენ ამას, თუ როგორ იყო ეგ ამბავი? გურულები იყვნენ მაინც და ეხა ჩინოვნიკი იყო თუ არ იყო ჩინოვნიკი, მაგალითად დადეშქელიანი იყო მაზრის უფროსი, რომელიც ვერ იტანდა გურულებს და სულ რაზვონიკებს ეძახდა. ხო და ამაზე ჰქონდა სულ ყოველთვის პოლემიკა და ჩხუბი დავითიანის ავტორს გუგუნავას, სიმონ გუგუნავას. დეუნება რა შუაშია გურულებიო? აქ პოლიცია ხართო, ბოდიში და ქვეშაფციებიო. და არაფრის კეთებელებიო და გურულებს ატობრალებ ყველაფერს. ხო. და იყო ეგეთი როჟანოვი პატპალკოვნიკი მე მგონი, რომელიც პირდაპირ წერდა, რომ გურიცი eta вечные разбойники, მუდმივი ყაჩაღები არიან. და პოლკოვნიკი ზაკუსოვი კიდე 900-იანი წლების დაწყისში პირდაპირ მოითხოვდა წერილი დაწერა ოფიციალური ნიკოლოზ მეორის სახელზე და გაუგზავნა, რომ გადასახლებულნი იყვნენ მთელი გურიის მოსახლეობა ციმბირის რომელიმე რაიონშიო. სერიოზულად ამაზე მსჯელობდნენ. იმიტომ რომ ესენი eta племя преступное. ჩვენ ესე. ხო. ხო და უნდა და მაშინ დაწყარდება ყველაფერიო. ესენი რო აღარ იქნებიან. ესენი არ იქნებიან და ეს ჩაუვარდა ეს წერილი ვარანცოვ დაშკოვს, მეფის ნაცვალს. ვარანცოვ დაშკოვი იყო ნიკოლოზ მეორის ნათლია. ხო, ნათლია. ხო და ეს თავის სახელით გაუგზავნა. უკაი წაიკითხა რეჟისორსო და ამან კიდე არაფერი არ მარტო მიაწერა. ძაძე ლარი ათ ნიკი ნიკოლოზი. ილიმიას კიდე ილარიონი არის. ილარიონ, ხო. ეს რას ნიშნავდა, იცი, როგორც გინდა ისე მოიქეციო. ამან კიდე რა თქვა, პირველი სიტყვა, ფელდფებელ ზაკუსოვ პოლკოვნიკაც უწოდა. ესე იგი ჩამოაკვირდა. დაჟე не знает, არც კი იცის რომ გურულები ქართველები არიანო და ყველაზე უფრო გამორჩეულებიო და საუბრობენო ლიტერატურული ქართულითო. ხო და ამიტომ ჩვენ საერთოდ ვაჩერებთ ამ ამბავსო. და ესე შეეწირა ამ თავის იდიოტობას ლეიტენანტ ფელდფებელის ამბავს. ეს ვის აქვს მოყოლილი? მაღლაკელიძეს. ვერმახტის გენერალი იმას აქვს მოყოლილი. ხო ეს საბუთი არსებობდა თუმე ვერსაც ვერ ნახეთ, მაგრამ ეხლა არ მოიტყუილებოდა, ეხლა თამითონ ეს თვითონ გურული არ იყო. ხო, რა გჯდა რო. და აი ეხლა ჩვენ სიუჟეტიც გვექნება, ოღონდ სხვა საქართველოს სხვა კუთხეში მოღვაწე, ასე ვთქვათ, მათ კოლეგებზე, მაინც აი რა იყო მთავარი განსხვავება, ვთქვათ, ფირალების და აი სხვა მათი კოლეგების განსხვავება რა იყო? უბრალოდ, აი მაგალითად ხარება და გოგია, ხო? ნაღდი ტერორისტები იყვნენ. აჰა. ეხლა მაგალითად ძალიან იშვიათი იყო გურულ ფირალებში თუ ნაღდი ფირალი იყო, რომ უბრალოდ წასულიყო და ვინმე გაეზარსვა.
და იქ რომ ყავდათ მეტლე რა უტრუხუნე. ის იყო გაქანებული კაცისკვლელი და მე იორის ნაპირებთან თუ ალაზანზე რაღაცას დაბრიდეს. $1913 წლის 13 იანვარი, სოფელი მაღრაანი, თელავის მაზრა. მე თიანეთის მაზრის ფშავ-ხევსურეთის უბნის რწმუნებულმა, მათურელმა, მივლინებულმა თელავის მაზრის თუშეთ-კახეთის უბანზე შევადგინეს სარწმუნო პროტოკოლის შემდეგზე, რომ თელაველი ყაჩაღების ჯგუფი 9 კაცის ოდენობით, რომელიც გარკვეული პერიოდი თელავის მაზრაში, კერძოდ ლეჩურის ხეობაში იმყოფებოდა, სოფლების ლალისყურისა და ბაბანეურის გავლით, ამავე მაზრის სოფელ მაღრაანის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაბარგდა და მაჭარეულის ხეობაში დაბანაკდა, სადაც უკვე მესამე ღამეა იმყოფებიან და საკვებით სოფელ მაღრაანის მოსახლეობა ამარაგებს. ეს გახლავთ ნაწყვეტი თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული პროტოკოლიდან, რომელიც რუსულ ენაზეა შედგენილი და რომელსაც თიანეთის მაზრის ფშავ-ხევსურეთის უბნის რწმუნებული ვინმე მათურელი წერს. 1910 წლის დასაწყისში კავკასიის მეფის ნაცვალს ილარიონ ვორონცოვ დაშკოვს თელავის მაზრის ჟანდარმერიის განყოფილებიდან წერილი გაუგზავნეს, სადაც ეწერა: თქვენო მაღალკეთილშობილებავ, მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ თელავის მაზრაში კარგახანია მოქმედებს მრავალრიცხოვანი ყაჩაღური დაჯგუფება, რომელსაც აქაურები ტყის საძმოს უწოდებენ. ამ საძმოს 1907 წლამდე მეთაურობდა ანარქისტ ტერორისტი აქვსენტი სიდამონიძე. ამჟამად კი მას ყოფილი მწყემსი ხარება ჯიბუტი ხელმძღვანელობს. ყაჩაღები საკმაო პოპულარობით სარგებლობენ ადგილობრივ ტუზემცებს შორის, რისი დასტურიცაა ის, რომ ხალხში ხელიდან ხელში გადადის მათი ფოტოგრაფიული სურათები, რომლებიც სხვათა შორის ცნობილი ფოტოგრაფის როინოვის გადაღებულია. ამის გამო ვასილ როინაშვილს ჟანდარმერიასთან ურთიერთობა დაეძაბა. ის დაკითხვაზე დაიბარეს, სადაც განაცხადა, რომ ხარება ჯიბუტი მას სანქტ-პეტერბურგში, ოდესასა და კიევში ქართველი სტუდენტებისთვის გადასაცემად ხშირად ატანდა ფულს. ართანაში დაბადებული ხარება წარმოშობით თუში იყო, თუმცა მისი წინაპარი თუშეთში გურიიდან გადასულა. მან ყრმობა და სიჭაბუკე მწყემსობაში გაატარა. 1905 წელს კი თელავში რევოლუციონერი აქვსენტი სიდამონიძე გაიცნო და მისი მეშვეობით რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. იმ პერიოდში თელავის მაზრაში ცუდი მდგომარეობა იყო. ადგილობრივ მოსახლეობაში ეროვნული პარტიების გავლენა შესამჩნევი იყო. ვისაც რაიმე არ მოსწონდა, ან უსამართლობის შეგრძნება ჰქონდა, ყველა ტყეში გარბოდა. მათ შორის გოგია კენკიშვილიც იყო, რომელიც ხარება ჯიბუტის მსგავსად მწყემსი ყოფილა და წერა-კითხვის უცოდინარი თავის სარჩენად მეძროხეობას მისდევდა, მაგრამ ერთ-ერთმა თავადმა მას ცილი დასწამა. მისთვის ქისტებს ხები მოეპარათ, ხელშემწყობად კი მან გოგია კენკიშვილი დაასახელა. იმის მიუხედავად, რომ არანაირი სამხელი არ გააჩნდათ, ის დააპატიმრეს, მაგრამ მალე ციხიდან გაიქცა, თავადი მოკლა და ტყის საძმოს შეუერთდა. მას განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები ჰქონდა, რის გამოც ხალხში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ბანდის რიგით წევრად დარჩა. გადმოცემით ის სპილენძის შაურიენს სულ ადვილად ხუნავდა ცერი და საჩვენებელი თითებით. გოგია მეტად ფიცხი კაცი ყოფილა და ცხელგულზე ხშირად წინ დაუხედავა და იქცეოდა, თუმცა ხარება ჯიბუტის დიდი რიდი ჰქონდა და ძმად ნაფიცს ყოველთვის ანგარიშს უწევდა. ხარებას ერთი წარბის აწევა საკმარისი იყო, რომ გოგია დაოკებულიყო. დღესაც ასე იხსენებენ კახეთში. მათზე გამოცხადებული ძებნის და დაკავების მრავალი მცდელობის მიუხედავად, ტყის საძმოს ვერაფერი დააკლეს. ისინი ჟანდარმებს სისხლს უშრობდნენ, თავისუფლად დათარეშობდნენ, კვირაში ერთხელ დალაგს იბარებდნენ, სურათებს იღებდნენ, უყვარდათ ქეიფი და რაც უნდა გასაკვირი იყოს, საზღვარგარეთ წასულ სტუდენტებს მართლაც აფინანსებდნენ. ქეიფის გარდა აბრაგებს ქალებიც უყვარდათ. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით გოგია კენკიშვილი გამოირჩეოდა, რომლის ქალების მიმართ გატაცებამ ტყის საძმო ცუდ შედეგამდე მიიყვანა.
მათურელი თელავის მაზრაში ბოქაულად 1913 წელს დაინიშნა. მას ხელმძღვანელობამ დაავალა, რომ რადაც უნდა დასჯდომოდა ტყის საძმო გაენადგურებინა. ბოქაულმა დავალების აღსრულება ვერაფრით მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი გლეხი გადაიბირა და აბრაგთა მხარდამჭერების უმეტესობა გააციმბირებინა. მათურელის აგენტებმა მალე ისიც შეიტყვეს, რომ გოგია კენკიშვილი სოფელ ზემო ალვანში ერთ-ერთი მდიდარი მეცხვარის ცოლს ყვარობდა და საკმაოდ ხშირადაც დაიპარებოდა მასთან. ბოქაულმა ჭკუა იხმარა და გოგია კენკიშვილის საყვარლის ქმარი აგენტებს მოაკვლევინა. მერე კი ჭორი გაავრცელა, თითქოს მკვლელობა ტყის საძმოს ჩადენილი იყო. ბოქაულის წაქეზებით თუშებმა მრავალრიცხოვანი რაზმი შეადგინეს, შეიარაღდნენ და აბრაგებს კვალში ჩაუდგნენ. სხვათა შორის, რადგან ხარება თუში იყო, მისი მოკლა არ უნდოდათ, რის გამოც ბოქაულმა მათურელმა, რომელმაც შურისმაძიებელთა რაზმს იარაღი გადასცა და სოლიდურ გასამრჯელოსაც დაჰპირდა, უკმაყოფილობა გამოთქვა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ხარებას ცოცხლად შეიპყრობდნენ ისე, რომ თობს არ ესროდნენ. სანამ აბრაგები ქეიფობდნენ, თუშებმა კარგად დაზვერეს მაღრაანის ტყის მიდამოები და ყველა ბილიკზე თავიანთი მეთვალყურეები დააყენეს. მათ ისიც ივარაოდეს, რომ რამდენიმე დღეში მოთოვდა. ამიტომაც მოილაპარაკეს, რომ იერიშზე სწორედ მაშინ გადასულიყვნენ. მანამდე კი აბრაგები ალყაში მოაქციეს. მოძიებული დოკუმენტების ანალიზიდან ჩანს, შესაძლებელია დაჯგუფების წევრებს თიანეთის მაზრის პოლიციის ჩინოსნებმა აგენტების მეშვეობით მოწამლული საჭმელი შეაპარეს. ასე იყო თუ ისე, მოულოდნელად იქუხა თოფმა და პირველად გოგია კენკიშვილი გამოესალმა სიცოცხლეს. მას დანარჩენები მიჰყვნენ. გაიქე ხარებ, შენ არ გერჩით, დაუძახა ვიღაცამ ხარება ჯიბუტს. მან კი ხელყუმბარა ისროლა იმ ხარეს, საიდანაც ხმა მოესმა. წამსვე სამი ტყვია მოხვდა და ისიც უსულოდ დაეცა მიწაზე. მაშინაც ასე სჩვეოდათ, ის ადგილი უნდა დაფიქსირებულიყო, სადაც ინციდენტი მოხდა. ამიტომ თავდამსხმელებს თვითონ მოუყვანიათ ფოტოგრაფი, დაუწყუიათ გვამები და ფოტოები გადაუღიათ. ცოცხალი მხოლოდ უტრუხუნე, იგივე გიორგი მახნიაშვილი გადარჩენილა. წლების შემდეგ მან ხარებას შთამომავლებს ის ადგილი აჩვენა, სადაც ტყის ძმები მიაბარეს მიწას. 1955 წელს საძმოს გვამები მშობლიურ ართანაში გადაასვენეს. პირველი ტალღის ფირალები იყვნენ ეგრეთ წოდებული რომი-ხუდები მაინც. ხო. ერთხელ ეგზეკუცია ჩააყენეს დათა მიქელაიშვილის სოფელში, ძალიან ცნობილი გურული ფირალი იყო. ხო და შეაწუხეს ხალხი, ააწიობეს, ქალებს აუპატიურებდნენ და ეს ამან გადაიცვა ბერის ანაფორა. მივიდა გუბერნატორთან მიღებაზე, ჩაეწერა და 1 საათი ილაპარაკეს საჭიროებო საკითხებზე. გამოვიდა და მერე წერილი მისწერა. მეძებთ ამერი ხანიო და შენ გელაპარაკე 1 საათი და ვერაფერი ვერ გაიგებდა. ეგზეკუცია თქონდა ჩაგიტაროთო. ჩაგიყენოთ. სხვა შორის მაგას სასწავლებელი ქონდა დათა მიქელაიშვილს. ხო და ვინ გასცა იცი? სისონას პირველმა საყვარელმა, გვარად იყო ბურძგლა. აჰა, აი ეს გასცა და ისე დაბრიდეს ესეც. ხო და ერთხელ გაიგო რომ ქობულეთში გენერალი და მისი თანხლები პირები იყვნენ ჩამოსულები რუსი გენერალი და ჰქონდათ ბევრი მაყუთი. და ჩაქურაში გამოწყობილი იარაღასხმული დაადგა თავზე. ისინი ჩაისვამდნენ და პრეფერენს თამაშობდნენ ქალებთან ერთად. და ამან უთხრა ვინც არის დათა მიქელაიშვილი ვარო. ხო და თუ დამპატიჟებ ჩაისო დიდი სიამოვნებით გიახლებითო. დამპატიჟეს ჩაიზეო და ამათმა კიდე ეგრევე ზოგმა საათი შეიზრო, ზოგმა ისა, ესე ამათქვა რომ არ მინდა არაფერი მიმართო ჩაის დასალევად მოვიდეო და თქვენ უმადლოდეთ თქვენს დამებსო, ქალბატონებსო რომ არ აგზარცავთო. მე მადლობა გადაუხადა, ბოდიში მოუხადა და წავიდა. გენერალმა მას მოუწონა ეს ჯენტლმენობა და დაწერა მე ეს წერილი რუსკაის სლოვაში. აი, და სხვათა შორის ხა მაგაზე გამოსცემდა იმას როგორც ჩაიზე იყო მისული თუ მოგიწევს როდისმე. აი ბატონო, ჩვენი გადაცემის ჭიქა არის პერსონალური, ჩაის ჩაასხავ ჩემო ბატონო იმის არას, ჭანჭურის თუ ადესას თუ რაღაცას
ყველაფერი შეგერგება, იმიტომ რომ დიდი მადლობა. გვეთეგზელებია ის ხალხი? რომ გვეთეგზელებია? ისე თურმე მე არ ვიცოდი. ესეთი წამწვარება ქონია კიკიას საფლავზე. ცხოვრების უსამართლობა გაგიყვანა ბრძოლის ველზე, ხელში გეპყრა, ჩაგრულდ დროშა, ილაშქრებდი ხალხის ეს კიკია თუ დათიკოს საფლავზე, აღარ მახსოვს. არა, კიკიასია, და გრძელდება მე ესე, მამულაიშვილი კიკია არ ვიყავ ურგი ბიჭია. ხო. არ მსურდა ძმების ღალატი, არც ვინმე გამიყიდია. მე ხომ ხალხის სიყვარული თქვენი რაც რომ ვიმოქმედე, თორემ კერძო ინტერესი არ ვის მქონდა რომ ვიცოდე. აი. მაგრამ იყო არანაკლებ დათიკოზე და სიცონაზე და კიკიაზე მაგარი ფირალი მელქისედეკ გუნთაიშვილი. ებრძოდა მეფის მთავრობას, ებრძოდა სოცდეკებს, ებრძოდა ბოლშევიკებს. პრაქტიკულად თელელი. ხო, თავისი რაზმი ყავდა თუ მარტო კაცი იყო? მაგრამ ნუ სხვებთან ერთად დადიოდა, მაგრამ მაინც მარტო ხელა იყო. სხვა შორის ძალიან კარგად ღეროდა და სტალინმა ისიც თქვა, როდესაც მოკლეს, რომ გაიგო რომ აი ეს კაცი კარგად ღეროდა. ხო, გუნთაიშვილი. ერქომაიშვილს აქვს ძალიან კაი მოგონებები, როგორ ხვდებოდნენ ერთმანეთს მაგისი დიდი ბაბუა და ისინი და როგორ მალავდა სხვენში და ანუ ხალხს უყვარდა ეს ხალხი, ხო? უბრალები უყვარდა თქმა. იცავდნენ ძალიან იცავდნენ და როგორ მოკლეს? ხო. კომუნისტებმა მე შემოირიგეს, აი როგორც ის ფირალი დაასყიში რო გითხარით, ხო? დანიშნეს კაი სამსახურში. მაშინ გაჩნდა მთელ საქართველოში და ისე როგორც საბჭოთა კავშირში ტროიკები. და მისი ძმა ეჩხუბა ბაზარში ერთ-ერთ ტროიკის ერთ-ერთ წევრს და სცემა. ამის გამო დააპატიმრეს და ეგრევე დახურდეს. ეს რო გაიგო გუნთაიშვილმა მოიხსნეს თავისი ისინი სამხრეები და ისინი რაც ნაბოძები რაც გავარდა ტყეში და ყველანი დახოცა ესენი. ხო და გახდა ბოლშევიკების მაგარი მტერი. მაგრამ მე დაიჭირეს, მოკლეს, როგორც იქნა, მაინც მოინადირებდნენ ბოლო-ბოლო. ხო, რა თქმა უნდა, მარტო კაცი იყო. მოკლეს. ზოგი ამოსო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ცხენის კუც გამოაბეს და ესე ატყიეს. ესე და ისე მოკლეს. აი, არ ვიცი, მე მგონია რომ ის რაც შენ რაზეც ლაპარაკობდი რომ გადამდებია ასეთი ტიპის რაღაცა იქ ცალკე ხარება და გოგია აქეთ ქართლის მხარეს არსენ მოძელაშვილი რომ ღარიბს სართმევს, დიდარ სართმევს ღარიბს აძლევს ღერთი როგორ წაახდენს. იყო დრო, როცა აღმოსავლეთ საქართველოში არსენა ყველაზე პოპულარული სახელი იყო. ყოველ მეორე ოჯახში ერთი არსენა აუცილებლად ჰყავდათ. ის დროც იყო, როცა კასპსა და გრაკალს შორის მდებარე კოწახურას ველზე არსებულ გამოქვაბულებს განცდა მაძიებლები შეესიენ. გასაგებია, რასაც ეძებდნენ იმ შვიდას თუმას, რომელიც ცნობილმა ყაჩაღმა არსენა ოძელაშვილმა გადამალა იქ. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილმა ქართველმა ფოლკლორისტმა პეტრე უმიკაშვილმა არსენას ლექსი გამოსცა. ლექსი ხალხურია და ერთი მესტვირის ნათქვამი სულაც არ გახლავთ. დაუღალავ მეცნიერს ამბის 17 ვარიანტი გაუერთიანებია და ისე დაუბეჭდავს. მარაბდელი ყაჩაღის სიცოცხლეშივე ბევრი იბრალებდა არსენობას. არც ერთ ადამიანზე იმდენი ლექსი არ თქმულა, რამდენიც ამ პირველ და ყველაზე ცნობილ ქართველ ყაჩაღზე. მასზე შექმნილი ლექსები და რომანები ნამდვილ ბესტსელერებად იქცა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ლიტერატურულმა გმირმა აჯობა ღირსებებით თავის პროტოტიპს. ყველაფერი კი ქალის გატაცებით დაიწყო. ქვემო ქართლის მამულების დიდი ნაწილის მფლობელ თავადს ზალ ბარათაშვილს მოახლე მოსტაცა. ერთი ვერსიით თვითონაც ზაალის ყმა ყოფილა. გაქცეულ არსენას საცოლესთან ერთად ახალციხეში დაუდია ბინა. 1828 წლამდე სამცხე ჯავახეთი ოსმალეთს ეკუთვნოდა და დევნილთათვის იქაურობა იდეალური ადგილი იყო, რადგან იქ ვერც რუსი ხელისუფალი მისწუდებოდა და ვერც ზაალ ბარათაშვილი დააკლებდა რამეს.
არსენა და მოახლე გოგო ახალციხელი კათოლიკეს პავლე შაყულიანის ოჯახში ცხოვრობდნენ. იმათ ცოტა გვიან შეუტყვიათ, რომ მარაბდელს ქალთან ჯვარი არ ჰქონდა დაწერილი და ქორწინების საიდუმლო იქვე, ახალციხის კათოლიკურ ეკლესიაში აღუსრულებიათ. ამბობენ წყვილს შვილებიც იქვე, ახალციხეში ეყოლაო. მეორე ვერსიით, არსენა ვაჭარი ყოფილა და თბილისში დუქანიც ჰქონია გახსნილი. გარკვეულ დრომდეუდარდელად ცხოვრობდა, მაგრამ მერე ისე მოხდა, როგორც ეს ზღაპრებსა და ხალხურ თქმულებებში აღწერილი. თავად ზალ ბარათაშვილის მოახლე გოგო შეუყვარდა და ბატონს ქორწინების უფლებას თხოვა. წესი იყო ასეთი. თავადი ჯერ კი დათანხმებია გარკვეული თანხის საფასურად, მაგრამ როცა არსენას ფული მიუტანია, ბატონს მოულოდნელად უარი უთქვამს. მაშინ ღირსება შელახულ არსენას ეს გოგო გაუტაცია და ქვემო ქართლში ბირთვისის კლდეებში გადაუმალია. სწორედ ამ პერიოდში ქცეულა ყაჩაღად. ხშირად გადიოდა ქართლში და ბატონს სისხლს უშრობდა. მოყოლით არავინ მოუკლავს, მაგრამ დიდ ზარალს აყენებდა. გაიტაცა მისი კუთვნილი საქონელი, სხვების დახმარებით გადაუწვა ყანები, ტყეები, ვენახი. მიზეზი პირადი მტრობა იყო, თორემ საყაჩაღო არაფერი სჭირდა. საკმაოდ შეძლებული კაცი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში ცხოვრობდა, ხშირად ჩადიოდა ხოლმე შიდა ქართლში სხვისთვის მიბარებული თავისი ცხრის ფარის დასახედად. გომარეთში კიდევ ცალკე კაცი ეყენა, რომელიც მის აურაცხელ ფარას პატრონობდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოსმალეთს ახალციხე და სამცხე-ჯავახეთი წაართვა, არსენა ქართლში დაბრუნდა და ტყეს შეაფარა თავი. ხელისუფლება მის დაჭერას ლამობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ის თავისივე ნათლი მამის ფარსადან ბოდბის ხეველის ღალატის წყალობით შეიპყრეს და ციხეში ჩააგდეს. მაგრამ დაახლოებით 1823 წლისთვის ციხიდან გაიქცა. რამდენიმე წლის განმავლობაში დედაქალაქი და მისი შემოგარენი შიშში ჰყავდა თურმე. ძარცვავდა ვაჭრებს, ჩარჩებს, შეძლებულ ადამიანებს და ნაძარცვის დიდ ნაწილს ღარიბებს ურიგებდა. დღემდე შემორჩენილია გამოთქმა არსენას ადლით ზომავო. ეს კი იქიდან მოდის, რომ თურმე ჩამოივლიდა ბაზრობებს და ჩარჩებს ფართლის საზომადლებს უგრძელებდა. უმძიმესი ხასიათი ჰქონია ყაჩაღს. განსაკუთრებით აუტანელი და შარიანი მაშინ ხდებოდა თურმე, როცა ნასვამი იყო. გერმანელი მოგზაურისა და მეცნიერის აუგუსტ ჰაკსტაუზენის გადმოცემით, მარტყოფში დღესასწაულზე მოულოდნელად გამოჩენილა მთვრალი არსენა. თავად ორბელიანთან მისულა და ღვინო მოუთხოვია. თან მის გვერდით მჯდომ მოხელეზე მიუთითებია. ამ კაცს უთხარი ხმალი მაჩუქოსო. ორბელიანს რაღაც გადაუჩურშულებია მოხელისთვის და იმასაც წამში გადაუცია ხმალი არსენასთვის. ცოტა ხანში ოძელაშვილი ისევ მიადგა ორბელიანს თურმე და ამჯერად დამბაჩა მოითხოვა. გაბრაზებულა თავადი, ჩახმახი შეუყენებია და ყაჩაღისთვის დაუმიზნებია. მაგრამ ამ დროს ერთი ახალგაზრდა ქალბატონი მივარდნია ორბელიანს. ამ წმინდა დღეს სისხლს ნუ დაღვრითო და თავადსაც დაუწევია დამბაჩა. თუმცა გადმოცემებით ისიც ირკვევა, რომ არსენა ოძელაშვილი ტრაქტირებში მხოლოდ დასათრობად არ დადიოდა. იმ დროს იმერელი აზნაურიშვილები კარგ მწევრებს ზრდიდნენ, რომლებსაც მერე ქართლსა და კახეთში ყმა გლეხებში ცვლიდნენ. არსენა 1000 გვარ ფანტს იგონებდა თურმე, რომ ასეთი სამარცხვინო ვაჭრობა ჩაეშალა და საქმე ისე მოეგვარებინა, რომ ადამიანები ტყვეობიდან დაეხსნა. მისი ყველაზე ცნობილი ფანტი ტრაქტირებში მწევრებისგან უკვე ხელდაცლილი მერლების დათრობა და ძაღლებზე გაცვლილი გოგო ბიჭების გაპარება ყოფილა. კახელებს ქართველებისგან განსხვავებით სახელგანთქმული ყაჩაღის სტუმრობა ძალიან უხაროდათ, იმიტომ რომ როცა არსენა იქ იყო, ლეკები კახეთში თარეშს ვერ ბედავდნენ. მარაბდელი ყაჩაღი ძალიან უშიშარი ყოფილა და გამომწვევად იქცეოდა. ჩვეულებად ჰქონდა გადაქცეული გზის პირას კარგი გლეხური სუფრის გაშლა და გამვლელ-გამომვლელის მიპატიშება. იმ საბედისწორო დღესაც, როცა კუჭატნელმა ჩამოიარა, სუფრა ჰქონდა გაშლილი მცხეთის პირდაპირ, საიდანაც ალბათ ჯვრის და სვეტიცხოვლის ტაძრები ჩანდა. წითელ პარასკევს, არა და არსენა მორწმუნე იყო. და ეს არაერთხელ ჩანს ლექსში. მანამდე ვინც გაიარა ღვინო ყველას შესთავაზა. ვინც მისი ახირებული ხასიათი იცოდა, მიწოდებულ სასმის ცლიდა და სასწრაფოდ ეცლებოდა იქაურობას.
გიორგი კუჭატნელმა კი უარი უთხრა. ამ გოლიათური აღნაგობის და არსენაზე არანაკლები ვაჟკაცის ნამდვილი გვარი სეფის კვერაძე იყო. იმერელ გლეხს სახელი მოეხვეჭა კახეთში ლეკებთან ბრძოლაში და ამის გამო კუჭატანში მიწა მიუციათ. მის სახელს უკავშირდება ერთი მამული შვილური საქმეც. ყვარლის მაზრაში ლეკთა გამუდმებული თარეშისგან დაცლილ ახალ სოფელში ხალხის ჩასახლება და გაუკაცრიელებული სოფლის აღორძინება. როგორ თუ უარი მითხარიო, არსენა გამოეკიდა, წინ გადაუდგა და ფულისა და ცხენის წართმევა მოუნდომა. კუჭატნელმა ერთი კი სცადა მისი გონზე მოყვანა, გამეცალე. ყველად თავს ნუ გამაფუჭებინებო, მაგრამ როცა ყაჩაღმა ხმლისტარი ჩაარტყა თავში მის მხლებელ ბიჭს, გიორგიმა ციშიშვლა ხმალი. გააფთრებულ ბრძოლაში სეფის კვერაძემ ნასვამი არსენა დაჯაბნა და მარჯვენა მოჰკვეთა. თუმცა მანამდე არსენამაც შეძლო ყური ჩამოეთალა კუჭატნელისთვის. ამასობაში კი წაქცეული ბიჭი გონს მოვიდა, ოძელაშვილს ზურგში დამბაჩა დაახალა და ადგილზე მოკლა. უცნაურია, მაგრამ ამბობენ, კუჭატნელს წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ შემოაკვდაო. როცა ხელისუფლებას არსენას მოკლისათვის დადგენილი სოლიდური ჯილდო შეუთავაზებია, სეფის კვერაძეს კაცის მოკლისათვის დაწესებული ფულის აღებაზე უარი უთქვამს. მარაბდაში დღემდე ცხოვრობენ არსენას ძმის შთამომავლები. იციან სად არის მისი ნასახლარიც. უფრო მეტიც, ახალგაზრდა არსენა ოძელაშვილიც ცხოვრობს იქ თავისი ოჯახით. მარაბდელ დათა ხიზანიშვილს არაერთხელ უთქვამს არსენას ძმისშვილისთვის. ოძელაშვილისთვის დარწმუნებით. ჯეელობისას თურქეთში ვიყავი და იქ ჩემ თვალწინ დაუძახა კაცმა კაცს. ოძელოღლი, აქ მოდიო. ყურები ვცქვიდე, ხომ არ მომესმა, მართლა ოძელაშვილის გვარი ახსენა მეთქი? კითხე. მიპასუხა, ეს კაცი არსენა ოძელაშვილის შვილია. არსენა თურქეთში გადმოიპარა და აქ მოკვდაო. ასე იციან არსენას შთამომავლებმა. ვინ იცის, იქნებ მართალიცაა და მესტვირე ცდება. ახლა ამას ვინღა გაარკვევს. რობინ ჰუდები იყვნენ რა. ხო, სხვა შორის ეს იგივე ხარება ჯიბუტი. კი, ეგეც გურული იყო. აბარა. წარმოშობით გურული იყო, ხო. ხო და რატომ დახოცეს ეს ყველაფერი? კენკოშვილის გამო, გოგიას გამო. ხო. იმიტომ რომ იყო დარტყმული. და მართლა ისე რობინ ჰუდს ხო იცი საიდან ქონდა? ჰუდი ქონდა ეს. ხუდი მაკედან და მაკედან მოდის, ეხლა რა პოპულარული რა, შენ რო გიყვარს. გურული ხუდები. ხო, ყაბალახი. ხო, მაგრამ ნუ ჩვენ არა გვაქვს სუვენირად, მარტო ჭითები გვაქვს, ამიტომ მაქვს ყაბალახი და ისე კი არა. მე საერთოდ ვამბობ ყაბალახია თუ ჩაბალახი? არა, ყაბალახი. მე წავიკითხე კიდე ერთ სამეცნიერო წიგნში, ვისი იყო, აღარ მახსოვს, რომ ნაღდი სახელი არისო ყაბალახიო. ყაბკ? კ, და რა კ, მაგრამ არ ვიცი, მე ვერ ვიტყვი ვერაფერს. მე რა მინდა იცი თქვა, რომ განსაკუთრებით როდესაც ახლა ჩდება ახალი გუნდები, მომღერალთა გუნდები, მით უმეტეს გურულების, ხო? ყველანი გამოდიან ჩოხა ახალუხებში. ზოგადად პროტესტის გრძნობა მიჩნდება ყაბალახი. არა, რატო ჩაქურას არ მიგერა? ჩაქურა, ჩოხა ჯობია ათაშჯერ. ჩემი გადმოსახედიდან ლამაზია ძალიან და მოხდენილი. არ მაქვს. არ მაქვს, მოვიდოდი. აი ამაშია საქმე. ო. ანუ დაიმახსოვრეთ ძვირფასო ტელემაყურებელი. რო ჩაქურის garaში მოვიდა. რომ ასე მოვიდა ბატონ ირაკლი და კლინტის უდით მოვიდი. მისი სტუმრობისას უკვე გამოსწორდება ეს ისტორიული უსამართლობა. ჩვენს ნენელა დავამშვიდობა ჩვენს მაყურებელს, საოცარი მოგზაურობა. გაუწრო, და ეს არის. შევხვდებით კვლავ შეშლის სამყაროში, სხვა გზა არ აქვს.